გათენებას შეესწრები და რო ხარ ბედნიერი. რამდენი გათენება უნახავთ ადამიანებს, მაგრამ შეიძლება ბევრმა ვერ გაიგოს, ვერ შეიგრძნოს. ამიტომ ამბობ, არავინ არ გჩუქნი, შენ უნდა იჩუქნო, შენ უნდა მიიღო. აი ჩემთვის ეს არის ბედნიერება. ბედნიერება და სიხარული ერთ ფილოსოფოს უწერია. შეიძლება დავიწყებას მიეცეს გარდა გაგების სიხარულისაო, რომ გაიგებ რაღაცას, გაიგებ მზის ამოსვლას, გაიგებ, რომ შენი შვილი ბედნიერია იმის გამო, რომ მიაღწია რაღაცას. გაგების სიხარული, ბედნიერება, თურმე არავიწყდება ადამიანს არასოდეს. ამდენი ხნის მსახიობი ვარ, 52 წელი შემისრულდა, როცა ამ პროფესიაში. ყოველთვის ნერვიულობ. ეხლაც ნერვიულობ თქვენთან შეხვედრას. და ეს ნერვიულობა რატომ აქვს მე რომ ანალიზი გავაკეთე? მოლოდინი რო აქვს მაყურებელს, ის არ უნდა გაუფუჭო. და კიდე თუ გაქვს იმისი შნო და უნარი, რომ კიდე რაღაც ახალი ელფერი შეზძინო. რა ვიცი, დიდი ხანია მიცნობთ, როგორც მსახიობს, როგორც ხატრული კითხვის სპეციალისტს, ასე ვთქვათ, მაგრამ კიდევ სხვა რამეა პოეზიის თქმა შეიძლება ბევრ შეუძლია, მაგრამ ამ სიტყვების მიღმა რა არის დაფარული? აი ეს უნდა ამოიხსნას. აი მაშინ ხარ კარგი მკითხველი. აი როგორც სერგო ზაქარიაძე იყო, გურავ საღარაძე იყო, ზინა კვერენჭხილაძე, გოგი ხარაბაძე, ყავდა მკითხველები. მაგრამ აი ასე რომ მეთოდურად შეუტიეს, ყველაზე უფრო იყო სერგო ზაქარიაძე და გურავ საღარაძე. და რომ მეტყვიან ხოლმე რა როლზე ოცნებობ? ჯერ ერთი რაღაც საოცნებოა დაუვერდიკავთ. ბევრი როლი მაქვს ნათამაშები კინოში, თეატრში, ტელევიზიის, სატელევიზიო დადგმებში. ამ პოეზიამ ის გამიკეთა, რომ არტისტობა რა არის? რომ სხვადასხვა მდგომარეობაში გადახვიდეს სწრაფად, ჩემთვის. და ძირითადად ეს არის არტისტობა, რომ შენ გადადიხარ სხვა მდგომარეობაში, სხვა პერსონაჟში, სხვა ატმოსფეროში, სხვა სათქმელში, სხვა მელოდიაში, სხვა რიტმში. და ეს ლექსები იმის საშუალებას მაძლევს ერთ 15 პოეტამდე შემოქმედებას გაგაცნობთ დღეს, რა ვიცი. მაგრამ ძირითადად იცის თქვენ ყველა ის ლექსები, რასაც მე ვკითხულობ. კომპოზიციებად მაქვს, მეგობრებო, ეს სპექტაკლად მაქვს მე რუსთაველის თეატრში. ეხლა საკონცერტო ვარიანტს ვაკეთებ, მაგრამ პროგრამა იგივეა. ტერენტი გრანელით დავიწყებ, მე რამოდენიმე პოეტები იქნება და გეტყვით ყოველი პაუზის შემდეგ და გალაქტიონით დავამთავრებთ. მზად ვართ? ეს გული დაისერა ნისლია ნაპრალებთან ასეა
ბედის წერა ასეა გაწვალება არ მინდოდა ნიღაბი დარდი მქონდა ისედაც მე ოთახში ვიყავი მთვარე მაღლა იწევდა იდუმალ მხარეების მოდიოდა გრიგალი და მკლავდნენ ღამეები ბედის მძიმე გრიალით პირჯვარი გადვიწერე და გთხოვე მოწყალება ასეა ბედის წერა ასეა გაწვალება მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი ძვირფასოა მოსვლა რადგან გიძნელდა ძვირფასო რისთვის დაიგვიანე ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია ახლა ქარები არხევენ ტირიფს მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას და როგორც ბავშვი დავიწყებ ტირილს ასე გაივლის წამება ოხრა შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით მოხვალ დაღლილი მეტყვი როგორ ხარ ვიცი მოხვალ და მომეფერები თუმცა იქნება ღამე წვალების ღამე სასტიკი დაულმობელი და ეს თვალები ლურჯი თვალები ჩემი თვალები ისევ მოგელის წვინდა წვინდა არ წვინს წვინდა უცებ შეწყდა მოვალ აწი ისევ მოვალ შენთან მოვალ აწი ისევ მოვალ შენთან წვინდა არ წვიმს წვინდა უცებ შეწყდა ნახევარია ორის მიდის ჩემი გზა შორი ნახევარია ორის მიპყრობს პლანეტა შორი ნახევარია ორის სადღაც მიფრინავს ქორი ნახევარია ორის მიდის ჩემი გზა სწორი მე თითქოს იქავარ მე თითქოს აქავარ არ ვიცი ვინა ვარ არ ვიცი სადა ვარ არ ვიცი ვინა ვარ არ ვიცი სადა ვარ მე თითქოს იქავარ მე თითქოს აქავარ ავად ვიყავი წუხელ ყდებოდი ახლა მიგონებს ალბათ ზოზია გალაქტიონში არის დემონი და ჩემში უფრო ანგელოზია ყოველ დღე ვიღებ ძვირფას ბარათებს ბაღში მივდივარ ეს დღე ცივია გალაქტიონში მიწანათებს და ჩემში უფრო ზეთის სხივია შორს კარი ჰკივის ახლა მტერია ახლა ღამდება 7-ია სრული გალაქტიონში ლურჯი ფერია და ჩემს ლექსიდან მოშას უსკრული ავად ვიყავი წუხელ ყდებოდი ახლა მიგონებს ალბათ ზოზია გალაქტიონში არის დემონი და ჩემში უფრო ანგელოზია ეს მტევი ისევ დგანან მეფურად მე არ ვიყავი და წუხელ წვიმდა ქალაქი
ისე გაჩუმებულა თითქო ქალაქი დაღუპვის წინ დგას დღეს სხვანაირი სიცოცხლე ვიგრძე და ქვეყანაზე აღარ ვეტევი მზიანი დღეა ელვარებს სივრცე და დაფრინავენ მაღლა ტრედები გაზაფხულის საღამოა 7 ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი სული საზღვარს გადასდება ფრენით ეხლაც მახსოვს მისამართი შენი სამდე წვდება ღამეების სიგრძე რაღაც დიდი სიხარული ვიგრძე წინ მეშლება სხვა ოცნების არე მიწისქერით დაიღალა მთვარე გაზაფხულის საღამოა 7 ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი ეხლა შემდეგი კომპოზიცია მორის ფოცხიშვილი შემდეგ შოთა ნიშნიანიძე და გურამ რჩეულიშვილი იცნობთ გურამ და ძალიან კარგი თეთრი ლექსი აქვს გურამს და სპექტაკლად მქონდა მე გურამ რჩეულიშვილი და იქ მქონდა ესა და ეხლაც ვკითხულობ ის ცა ის მზე ის მიწადა ის მაცდური ჟამი მე რომ ღრღნი და მე რომ შლი და ბადაგოვან შხამით ის საუფლო ის ბილიკი ის ცრემლივით ნამი ერთის წუთით დამასიზმრეთ თუნდაც ერთის წამით იმ ბადეში იმ მორევში სულს რომ ვლევდი ლამის ერთის წუთით ჩამაბრუნეთ კიდევ ერთის წამით იმ სიცილში იმ ტირილში იმ დრამათა დრამის ერთ სპექტაკლში მათამაშეთ იქ დამკალით დანით იქ დამაგდეთ იქ დამარხეთ იქ მომიღეთ ბოლო იმ ხილვებით იმ ხატებით იმ ზღაპრებით მხოლოდ ფრინველებში შაშვი მიყვარს შაშვი მებულბულება ბულბულს შაშვი მირჩევნია კაცია და გუნება ახ გიტარა შენ მომიკვდი რაღა მერანუნება მაინც ყველას მირჩევნი ხარ კაცია და გუნება კვიცივით ხტის ნორჩი გოგო ან რა დაეწუნება ზოგს კი ბანოვანი მოსწონს კაცია და გუნება შლი დიდებულ უცხოელებს სხვაც ბევრია ცდუნება ფშავე ლაკი ცეცხლს მიკიდებს კაცია და გუნება ბედნიერ კაცს ეჭვით მუზერ განა გამემწყუნება გულმოკლული უფრო მიყვარს კაცია და გუნება თავჩემო რაც ხარ ეს ხარ ვერ გადახვალ ბუნებას ზოგი გმტრობს და ზოგს უყვარხარ კაცია და გუნება მე მომერია დიდი სურვილი დავწერო ჩემი ბიოგრაფია პირობას გიდებთ არ ვიქნები ორიგინალური ვეცდები ვიყო მორიდებული ზედმიწევნით და თავდაბალი საუკეთესო ჩემ თვისებებს მიეკუთვნება და მის შესახებ მე თვითონ ვიტყვი 2-20 სიტყვას არ ამყოფილ ვარ არასოდეს რეპორტიორად არ ამყოფილ ვარ ასოთა მწყობი არ განმიცდი ასოების ლაქის სუნის და ახლად გამოსულ გაზეთების არომატი არც დიდ ქუჩებში მიმუშავია ფეხსაცმლის მწმენდავად წარმოიდგინეთ აფრიკაშიც კი არ ამყოფილ ვარ
და ლომიც კი არ მომიკლავს და ამის შემდეგ ალბათ აღარც გაგიკვირდებათ რომ არ მყოლია მეგობარი არც კონდუქტორი არც შოფერი არც ლოტი არც შფოთი არც ჯივგირი არც ქურდი არც ზაგი არც კომუნისტი არც სომეხი არც რუსი არც დალტე არც ვაიტმენი არც ტოლსტოი მიყვარდა მხოლოდ ბედის წერა როგორც ერთობა კაცისა და ბუნების ყველა კანონების მიყვარდა მეფე ოიდიპოს თავისი ვნებით თავისი ბედით დანიის პრინცის ჰამლეტის ყველა სისუსტეები და ჩაილდ ჰაროლდის მოწყენილობა მიყვარდა ნაპოლეონი თავისი პოზით მიყვარდა ჰიტლერი თავისი სიგიჟით და მიყვარს ლენინი რატომ არ ვიცი მიყვარს მწვანე ბალახი თავისი სიჩუმით და კაცი თავისი ნერვიული ხმით წინასწარმეტყველში მიყვარს მისი კაცური ტანჯვა და არა მისი წინასწარ ჭვრეტა კაცში არ მიყვარს თავდაბლობა ძაღლში კი ის რომ ყერფა არ იცის მე ვიცი ცოცხალ სამყაროს აქვს ორი ხმა კაცის და მხეცის ორსთაველო მე ხომელექსევ ერთიანი მსოფლიოს პირველო პოეტო ჩემო სამშობლო საქართველო ცხოვრებით მთელი მსოფლიოსი დიდო სამყარო რატომ გარიყე ის ვის ყველაზე მეტად ცხოვრობს შენით გრძნობს შენ თავს გამოგხატავს შენ მღერის შენზე გრძნობებზე ომში ვაჟკაცობაზე სიყვარულზე მეგობრობაზე ბრძოლაში მშვიდობაზე მღერის ისე რომ მხოლოდ სოფოკლე და შექსპირი იყვნენ ღირსი ქართველობის ბედის წერავ უსამართლო თუ სამართლიანო რატომ ტოვებ ჭრდილში ყოველთვის რუსთაველს და საქართველოს რატომ ხომ არ გეშინია შენი თავის აქ არის ყველაზე მეტი ფრანჭია ყველაზე მეტი უსაქმური ყველაზე მეტი შიშარა აქ არ არის კონტრასტი აქ არიან მხდალები და ნაღდები აქ არიან არტისტები ცხოვრებაში უიღბლოები ნამდვილ სცენაზე აქ არიან უღმო მომღერლები დამალეთ ეს ქვეყანა აი გურამ ჩეულიშვილმა ამ დიდმა პროზაიკოსმა გამორჩეულმა როგორი ლექსი დაწერა და როგორი პოზიცია აქვს როგორი გაშიფრვა 1960 წელს არის დაწერილი იმ წელს დაიხრჩო და დახჩობამდე ერთი კვირით ადრე დაწერა ეს ლექსი მე თუ იმას ვახერხებ ჩემო კარგებო რომ თქვენ მე მისმენთ და ისმენთ გენიალურ ჩვენი პოეტების აზრებს და მიდიხართ თქვენს წარმოსახვაში მაშინ მე სწორედ კითხულ მაგრამ თუ თქვენ მარტო მე მისმენთ და ხელი სადმე მაქვს და თვალი სად მაშინ არ ვარ მაშინ მე ვერ კითხულ თუ პირველია კარგია შემდეგი კომპოზიცია მარათაშვილი ხალხური პოეზია ვახუშტი კოტეტიშვილი ჯანსუღ ჩარკვიანი შოთა ნიშნიანიძე და ტიციან დაბიძე მეარღნეები და პოეტები ვითა პეპელა არხევს ნელ-ნელა სპეტაკს შროშანას ლამაზად ახრევს ასე საყურე უცხოს საყურე ეთამაშება თავის აჩრდილს ნე თავი იმას ვინც თავის სულთქვას შენსა ჭრდილშია მოიბრუნებდეს შენის შერხევით სიო მობერმით გულისა სიცხეს განიგრილებდეს ой საყურეო გრძნებით ამარეო ვინ ბაგე შენს ქვეშ დაიტკბარუნოს მონუკუდამების შარვათი ვინ სვის ვინ სულით ვისი ზედ დაგაკონოს
ნეტავი გუგუ შენი ხმა ავადმყავს გამაგონაო ტუჩი ტუჩს დამადებინა ძუძუებს ჩამაკონაო მალ-მალე მოდი ჩემთანა შენ ცოლული ხარ მეცაო უბეში ხელის ჩაყოფა შენს გიამება მეცაო ნეტავი გუგუ მე და შენ ერთადაც დაგვაწვინაო დახურა ჩემი ნაბადი მაღლით დაუშვა წვიმაო ნეტავი გუგუ მე და შენ ერთმანეთს დაგვატოლაო რომელიც მეტი მოვიდეს მაგრატლით გაგვასწორაო გზაზე ნისლი ამიცურდა ვით ნიავი დანაბერი ველზე მხოლოდ იამსურდა ია მეტი არაფერი ვეძებე და ძლივს ვიპოვე ბუჩქის ზირას ანაფეთქი ჩუვათ მკითხა გინდივა რომ მე შემცვა და არა მეთქი არტისტის პროფესია არაფერი არ არის თუ ხალხთან ვერ მიდის მისი ნათქვამ ეხლა ბიჭებს ვეუბნებოდი ახალგაზრდებს ან ჯილდურად გინდა ან სხვა ხარისხები თუ მაყურებელმა არ ვიგიღო იძახე რამდენიც გინდა მაგარი ვარ თუ იგებს შენ შეხო ამას ფიქრობ რომ ამ სიტყვების მიღმა რაღაც სიუჟეტი თქვა ხო შენი სიუჟეტი ერთია პოეტს რა სიუჟეტი აქვს და მეორეა შენ ამ სიტყვების მიღმა შენს გაცდილს შენს წარმოსახვაში შეთხზულს შეუფარდებ თუ არა თუ შეუფარდებ მაშინ შენ მართალი ხარ შეიძლება სხვამ უკეთესად წაიკითხოს მაგრამ შენ მართალი იქნები შენ თავთან იმიტომ რომ შენ არ იტყუები შენ რაც გინდა იმას ამბობ მაგრამ ის უნდა თქვა არ შეიძლება გამოხვიდე სცენაზე ლექსი თქვა და აუწიო და დაუწიო ხმას ეს არ არის უნდა სიუჟეტი იყოს შეკითხვები ხო არა გაქვთ არა შემდეგი კომპოზიცია მურმან ლებანიძე მუხრან მაჭავარიანი ლადო ასათიანი და ისევ მურმან ლებანიძე ჩქაროვო მითხრეს ცხაროვო კადრეს სული წიგისრებს ბერდები წახდი ხავერდოვანი იყავი ადრე პირში მთქმელი და პირქუში გახდი გახედე ნამყოს გახედე აწმყოს გახედე მყობაც ჩასწვდი საწადელს მე მინდა თქვენთვის ეს მდელოები მალე ამწვანდეს და თქვენთვის ჩქარობს ოცნება წმინდა ვჩქარობ არ დამჩეს მართლაც ოცნებად მოუსწრებელის მოსწრება მინდა და მელანდება სხვა საოცრება ვჩები ერთგული მე ჩემი ღმერთის ასე გამზარდეს ასე გამწალდეს მე მინდა თქვენთვის ეს მდელოები მალე ამწვანდეს ო თორემ ჩემთვის რამე ჩქარება რა თავში ვიხლი მოგებას რამეს უკვე დამქროლეს ზამთრის ქარებმა რა განათებს ამხელა ღამეს თქვენი დღეები ქვეყნისას ერთვის ჩემი დღეები დაე გამწარდეს მე მინდა თქვენთვის ეს მდელოები
მალე ამწვალდეს. ხარ საესავი ჩემთვის ტაძარი ხარ გარჭობილი გულში ის არის სიტყვა სიტყვაში თუ ვერ ჩავწანი ვით ჩუქურთმანი მცხეთის ჯვრისანი სამაგეროდ ჩემში რაც არის სხვისი არა ერთი მისხალი მორჩა გათავდა მე განზე ვრჩები ვინიცობა მწედ მექმნა ღმერთი და თუ ოდესმე ქონება ჩემი მნიშვნელოვანი რამ გახდა შენთვის ხომ კარგი და თუ არ მოხდა ასე და მოხდა ისე ვით ბევრის თავზე წუთის სოფელი როცა მიყელებს თიხად ქემაინს გამომიყენი რუსთველის პროსპექტზე სიარული ნუ მომიშალოს ღმერთმა ვიყო მუდამ ასე მხიარული ქართველი პოეტი მერქვას პურის ნატეხი და ერთი ლიტრა ღვინო სიმდიდრეთ ჩამითვალეთ თუ მეტი ვინატრო ან ეს ვითაკილო ვერ ვნახო 60-ის მთვარე ხოლოდ დროდადრო დამარეტიანოს ქაშვეთის შემოხედვამ რუსთველის პროსპექტზე ხეტიალი ნუ მომიშალოს ღმერთმა დილის ბინდში ვერის ხიდზე მოვხვდით თოვდა რა კარგია თოვა გადამიდგა და ბოდიშის მოხვდით გამაჩერა სიგარეტი თხოვა მივაწოდე გაიხარა კაცმა მოუკიდეთ თვრალი ვარო მითხრა გავაბოლე გულის ფსკერზე დათვა სხვა მადლობა რადროა უკითხა მე უთხარი ხუთი იყო დილის ხიდზე დავრჩი ის გავიდა გაღმა შეუძახა თბილის და ღიღინით ვერის შეღმარს ახვა თოვდა სიგარეტი გქონდა თოვდა რა კარგია თოვა რა კარგია რა ბევრი და ცოტა თოვში კაცმა სიგარეტი თხოვა ბედნიერებას სიხარულს არავინ არ გჩუქნის შენ უნდა იყო მიმღები შენი აპარატი შენი წარმოსახვა შენი სულიერი სამყარო იმისთვის უნდა მოამზადო განაწყო მიმართო რომ გათენებას შეესწრები და რო ხარ ბედნიერი რამდენი გათენება უნახავთ ადამიანებს მაგრამ შეიძლება ბევრმა ვერ გაიგოს ვერ შეიგრძნოს ამიტომ ამბობ არავინ არ გჩუქნეს შენ უნდა იჩუქნო შენ უნდა მიიღო მე ბედნიერი ვარ იმით რომ დავიბადე საქართველოში
დედას გეფიცებით. რომ ვარ ქართველი მსახიობი. რომ ვარ გალაქტიონის გამგები და ჩვენი დიდებული პოეტების სიტყვებს ვიგებ. რამდენიც არ უნდა გადათარგმნო გალაქტიონ ტაბიძე არავითარ შემთხვევაში ის ბედნიერებას ვერ მოგანიჭებს, როგორც ქართველს ანიჭებს ჟარგონით რო თქვა, მუღამში გაიგოს ის სიტყვები. ეს ყველაზე უფრო გალაქტიონ შეუძლია. და შუა ღამემ ითან დათანა. რა დაწერა კაცო? რა მარტივია თითქოს და რამდენი რაღაცა დღეს და შუა ღამემ ითან დათანა. ხო მოიგონა ესე ითან დათანა. ხო გაგვიგია ეს, მაგრამ გალაქტიონი ისე აკეთებს ამას კომბინაციაში სიტყვების შეერთებას, რომ შენ კიდე უფრო სხვას იგებ. აი რსოცად იმას რო იგებ, მაშინ ხარ ბედნიერი. აი ჩემთვის ეს არის ბედნიერება. ყველა ბედნიერება და სიხარული ერთ ფილოსოფოს უწერია. შეიძლება დავიწყებას მიეცეს გარდა გაგების სიხარულისაო, რომ გაიგებ რაღაცას. გაიგებ მზის ამოსვლას. გაიგებ რომ შენი შვილი ბედნიერია იმის გამო, რომ მიაღწია რაღაცას და არა ბევრი მშობელი რო ცდილობს, რომ რაღაცა დაამთავროს ოქსფორდი და ისა, სულ არ დაუმთავრებია ვაჟა-ფშაველას ოქსფორდი. ფიროსმანს რა ქვია ის საფრანგეთში არ ყოფილა და გალაქტიონ ტაბიძეს ძლივს დაამთავრა სასულიერო, ისიც ვერ დაამთავრა. ამაზე არ არის შენ რა განათლებ, შენ რისი შემგზნებელი ხარ. აი როგორც კი შენ ამ მომენტში შენ თავს განაწყობ და მოამზადებ, შენ ხარ ბედნიერი. გაგების სიხარული ბედნიერება თურმე არავიწყდება ადამიანს არასოდეს. რა ვიცი, სწორი გითხარით თუ არა, ჩემი გითხარით. წარმოგიდგენიათ? აღარავინ აღარ არის. ეროსი არ არის. რამას შხიპაძე არ არის. გოგი გეგეჭკორი არ არის. კარლოს საკანდელიძე არ არის. გურამ საღარაძე არ არის. ედიშერ მაღალაშვილი არ არის. კახი არ არის. ნუ მე ზოგთან კინოში ბერიკაშვილთან კინოში და სატელევიზიო დადგმაში მაგას თითქმის ლია ელიავასთან, თეგის არჩვაძესთან, უძირფასეს ადამიანთან აი აღარ არიან და რა ძნელია იცით ესა, რომ აი რაღაცა აი ვერაფრით ვერ დაიოკებ თავს, რომ აღარ არიან. როგორ იტყოდა რაღაცას კახი, როგორ იტყოდა რამაზი რაღაცას, ან რეპეტიციებზე როგორები იყვნენ, ან როგორ ცდილობდნენ როლის გახსნას. ეს მთელი აკადემია. ძველი ბიჭები კი იძახოდნენ იქ ზვიადის დროს. ქუჩის აკადემია არ აქვს დამთავრებული. ქუჩის აკადემია გალაქტიონს რო ქონდა, ვის ქონდა, მაგრამ თობს კი არ ისროდა რაღაც. წერდა ლექსებს. ქუჩის აკადემია. მოკლედ. გამარჯობა. გაუმარჯოს. გიჟდები მე თქვენზე. მადლობა. აჰა, არა ვარ მილიონერი. აბა რა. რადგან ეს ოქროს თაობა გაიხსენეთ? რადგან ოქროს თაობა გაიხსენეთ თქვენი ჩათვლით, ძალიან გამიხარდებოდა. თუ რამე ისტორიას მოყვებოდით აი თქვენი სტუდენტობიდან, ბატონი მიხეილ თუმანიშვილის შესახებს, აი როგორ ჩაავარეთ, როგორ მოხვდით ამ რეჟისორთან და მე რაღაცა შიდა ამბებიც და პირველი როლიც მაინტერესებს, რაც მიიღეთ ალბათ სავარაუდოდ მეორე კურსზე, ხო? აჰა. კი ბატონო. პირველ კურსზე ვიყავი, როგორც პროფესიონალი მსახიობი. მანამდე სულ
მე-6 კლასიდან თუ მე-5 კლასიდან დავდიოდი პიონერთა სასახლე ერქვა, ეხლა ახალგაზრდობის სასახლე რო ქვია. იქ ვახტანგ სულაქველიძე იყო, თქვენ გეცოდინებათ, აი ქვევრში რო შიგნით რო ჩაეწეპება. აი ესე იყო ჩემი პედაგოგი პიონერთა სასახლეში. მე გპ-ი მაქვს დამთავრებული, გპ-ში ვსწავლობდი 5 წელი. იქ კიდე ვითამაშე როლები, 1-3 როლი, ბოლოს ვითამაშე ნოდარ დუმბაძის ნუგეშინია დედა, ასეთი მოთხრობა რომანი, ჯაყოს თამაშობდი იქ. მე ჩავაბარე მიხეილ თუმანიშვილთან. რა არის იცით? თვითონ რეჟისორობა არ ვიცი საბჭოთა კავშირში იყო ასე თუ რაღაცა. გარდა იმისა, რომ რეჟისორია, კიდე რაღაცა თითქოს დირექტორია. თითქოს შენი უნდა დაგარიგოს. შენ უნდა გასწავლოს. რაღაც ასეთი შეგნება იყო ჩემს ახალგაზრდობაში რეჟისორების, რომ და გავბრაზდი ძალიან. როგორ მე ვარ არტისტი. მე მაქვს ჩემი პროფესია. თუ ასე კარგად იცის რეჟისორმა ყველაფერი, მოვიდეს და თვითონ ითამაშოს. ხო ჭირდება იმას რამაზ ჭყიყვაძე თუ სერგო ზაქარიაძე. ესე იგი, რაღაცა სხვა არის ამ პროფესიაში. დირიჟორობა სხვა არის და რიხტერის პროფესია კიდე სხვა არის, ხო? და საერთოდ მე არტისტობა უდიდესი პედაგოგი, უდიდესი რეჟისორი, ბატონი მიხეილ თუმანიშვილი. მაგრამ ეს მომენტი იმიტომ გითხარით, რომ რაღაცნაირად მოქმედებდა რა და მოქმედებს. მე რა თვალები არა მაქვს, ვერ წავიკითხავ, ყური არა მაქვს, ვერ გავიგონებ. წარმოსახვა არ მაქვს, რომ წარმოვისახო რა არის, იაგო, ვინ არის. რა ვიცი რა, ჩვენ ერთმანეთთან უნდა შეხმატკბილებულად გავაკეთოთ. ეხლა შიგადაშიგ რაღაცებს იგებთ ალბათ, არა, ეხლა არ მინდა თლა ისე. ხო და აი მე რო ინსტიტუტში ვსწავლობდი, ძალიან დიდი პედაგოგები ასწავლიდნენ. მიხეილ თუმანიშვილი, დოდო ალექსიძე, აკაკი ვასაძე, იოსელიანი ლილი, მუმუშა გაწერილია, რა ვიცი კიდე, ხო ჟორდანია, გიზო, მეტყველებას, გურამ საღარაძე, მალიკო ბრელიშვილი, თუ იყავი სწავლელი, ბევრს მიიღებდი. რატომღაც გონია, რომ ეხლა ეს ცოტა განელდა ინსტიტუტში. ასეთი დიდი ხალხი აღარ არიან პედაგოგები. გონია, ბოდიშს ვიხდი. და არტისტობა ვისწავლე, რომ გითხრათ, აი ესეთი. როგორც ეხლა ვარ. როცა ბატონი მიშა რეპეტიციებს რო გადიოდა, მაშინ კი არა. როდესაც ის ლაპარაკობდა თეატრზე, მსახიობის ოსტატობაზე, მსახიობის ხელოვნებაზე. აი მაშინ უფრო ვისწავლე მე სამსახიობო ხელოვნება. მერე იყო მიხეილ ჩეხოვი, ასეთი რუსი მსახიობი. რომელსაც ჰქონდა ნაშრომი სამსახიობო ტექნიკა. ძირითადად რაშია ახლა ეს? ისე კი არა, როგორც ცხოვრებაში. ხშირად ამბობენ ხოლმე, აი როგორც ცხოვრებაში, ისე რა როგორ აკეთებს, აი როგორც ცხოვრებაში. ეს ერთია. ეს აუცილებელი. მაგრამ მიხეილ ჩეხოვი ამბობს, ისე რომ ეს ასე ყოფილიყო. გესმით რა არის? უკვე წარმოსახვაზე გადადის. უკვე
უკვე მედიტაციაში გადადიხარ, უკვე სულიერი სამყარო უნდა ჩაერთოს. არა მარტო ფიზიკა, არა მარტო სიარული, არა მარტო ხმა. შენ უნდა წარმოისახო ის პერსონაჟი, რომელსაც შენ განასახიერებ და შემდეგ ის შენ წარმოსახვაში ვინც არის, იმისი იმიტაცია უნდა გადმოიყვანო ფიზიკურად და გადასცე მაყურებელს. გასაგებად გითხარით, არ ვიცი. წარმოსახვაში უნდა იყოს პერსონაჟი. წარმოსახვაში უნდა იყოს ის ლექსები, რასაც მე თქვენ გეუბნებით. და არა ისე, როგორც ვაიმე რა, როგორ ამბობს. მე რიტმს სული, იმიტომ კი არა, რომ რიტმი შევცვალო. არამედ იმას ესე ჭირდება მგონია, ჩემ წარმოსახვა მკარნახობს. ეს ასე უნდა წაიკითხო. ის ისე. გალაქტიონთა რომ მივალთ, მე ნახავთ იქ სულ სხვა არის. რა ვიცი, გაგეცი პასუხი. მადლობა. ეროსი მანჯგალაძეს ძალიან ეშინოდა სიკვდილის, მკვდრების, როგორც ყველას. მაგრამ ის კიდე მეტად იყო თან მარტო ხელა კაცი იყო რაღაცა და ძალიან განიცდიდო. ისეთ დონემდე რომ თავის კორპუსში თუ ვინმე გარდაიცვლებოდა, იმ 3-4 დღეს სანამ გაასვენებდნენ მიცვალებულს, სასტუმროში ათენებდა. თავის კორპუსში არ მიდიოდა, პადიესში კი არა, სადარბაზოში. კორპუსში თუ ვინმე გარდაიცვალა. ეხლა კორპუსია ფალიაში. და ერთხელ მოვიდა ეროსი თეატრში და ფოიეში ახლა იკრიბებოდა ყოველთვის სახეობები. სამსახიობო ფოიე ქვია. არის რაღაც. რამაზე მიხვდა რაღაცა ვერ არის. რა იყო ერიკ, რა ხდება? ერიკს ეძახოდა ეროსის. კაცო ლაზარე დამესიზვრა, რა დამასიზვრა ეს ლაზარე. ლაზარე იყო უფროსი არტისტი რუსთაველის თეატრში, რომელიც უკვე გარდაცვლილია. და ესენი ხშირად კეიფობდნენ ახალგაზრდები მასთან. კაი კაცი ყოფილა ლაზარე. რა უნდა კაცო ლაზარე რატო დამესიზვრა და ახლა პანიკაშია რომ მიცვალებული და ეს იზვრა, აბე წაიყვანს ან რაღაცა მოხდება. რამაზმა უთხრა მეცულა ხე ბიჭო ლაზარეს იზვრა. ვა მერე გაუხარდა ახლა ეროსის რომ სკიტკა რაღაცა მოხდეს. აი მანაც ნახა თლავ დაღუპული არა ვარო. როგორ ანახე? ეროსი ეუბნება. კაცო ასე ვზივარ ჩემს სახლში. რამაზი ყვება. ფანჯრიდან ვიყული. და არ გამოვიდა ჩემი პადიესდი და ლაზარე. და მეუბნები ლაზარე, მოდი, კაი ხარჯობა, კაი ღომიბა, კაი ღმირო გამომიგზავნეს. კახეთიდან. დამჯეთ ერთი-ორი სიტყვა თქვათ, ვიმღეროთ რაღაც. შემოვხედაო. არაო. რატო კაცო? ეროსისთან მივდივარ ეხლა. ეროსი წადი რაოხერიც იყავის. რაოხერიც იყავის ოხერი ხარ. აი ასეთ ხალხში. აი ასეთ ხალხი ცხოვრობდნენ. ხო გაიგო? ტანგო დაიკარგა. ტანგო დაიკარგა ეროსის. კარლო? ტანგო. საკანდელიზე. ვაიმე რა მითხა? ზაღლი რო ყავდა, ზაღლი. ტანგო. ტანგოზე გიждდებოდა. აი ახლა აი ამ ჩემს ძვირფას ხალხს მინდა მეუძღვნა ლექსი მიხეილ კლივიძის კაცი, რომელიც დააკვდა ქალაქს აი ბოლოს. ჩემი ტრისტანი წავიდა სალარიზე, ძალიან კარგი მსახიობი.
რა ვიცი, ყველა წავიდა რა. გაუშვი აბა. რამდენი ჩვენგან წასული კაცის ვერ გადავიხდით ვერასდროს ამას, მაგრამ ის ერთი სხვა იყო მაინც კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს. ჩვენ მას შორიდან ვიცნობდით მხოლოდ, ვნატრობდით მასთან ქუჩაში გავლას. მან კი გულები დაგვწყვიტა ბოლოს კაცმა, რომელიც დააკლდა ქალაქს. მისი დაკარგვის წარია განცდა. ვერ ამოვავსებთ ცარიელ ალაგს, რადგან ვერც ერთი ვერ მოვალთ მასთან, კაცთან, რომელიც დააკლდა ქალაქს. და თითქოს ვითვლით, და ახლა როცა სუფრაზე სადმე თვალს მოუკრავთ ღიმილს, ნაცნობს და ალავს, წარმოგვიდგება ძვირფასი სახე კაცის, რომელიც დააკლდა ქალაქს. და თითქოს ვითვლით ისევ და ისევ სულში დაგროვილ სიკეთის მარაგს და ღმერთს ვთხოვთ, ღმერთო, გვაცხოვრე ისე, რომ ჩვენც ოდესმე დავაკლდეთ ქალაქს. ესტაში მათ ეკუთვნი. ეხლა წაგეკითხავთ შოთანიშნიანიძის ორ ლექსს. გაზაფხულის თქეში უშხაპულებს ფანჯრებს, ყველა აივანი გადმოკიდებს ჩქერს და მეზობლის გოგოც გაიხარებს მაშინ წვიმის სასაღებად გავარდება კარში, რომ ხვალ უფრო კარგად თმები ზიმზიმებდეს, რომ ხვალ უფრო კარგად მე ვერ ვიძინებდე. გარეთ ჩიტუნები გაფანტულან წვიმით, მე კი ფანჯარასთან ვერ ვიკავებ ღიმილს, რომ მეზობლის გოგომ პატარა და ტყუპი, ორად ორი ჩიტი შეიფარა უბით. გარეთ ნიაღვარი ქვებზე აკანავებს, ჩამოცვენილ ფოთლებს და ქაღალდის ნავებს. მავთულებზე მიჯრით წვეთი წვეთზე ცოცავს და მე შენსკენ ვატან გაუბედავ კოცლას. ჩქარი მატარებელი. ბოგერ, ბოგერ, ბოგა, 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 ბოგერ, ბოგერ, გზები მიდის, ოკრო, ვოკრო, გოგო მოდის აგდი, გოგდი, აბა, დელი, დელია, გოგო მიდის ბოგაზე, ჩემი საყვარელია, ხალი თუ აქვს ლოყაზე, ეზო, ეზო, კარი, კარი, ღობე, ღობე, სარი, სარი, ეკონება ბოლი, ბოლს, გეკონება თოვლი, თოვს, მისდევს ტყემლებს ჭერმები, მისდევს ფერმებს ტყეები, ისე მჭერმე ტყველებით, ისე ფერმე ტყველებით, რომ სარკმელში მოძურება
მთელი ეს საოცრება, ეს ხილული ოცნება, ცის და მიწის მოსწრება, გზები, ძოწეულები, გზები, განაშუკები, გზები, ბროწეულების, გზლებით განაშუკები, სიმინდების ფოჩები, ჭები, ოწინარები, მზეზე ძველი კოშკების, ბჭენი, მოცინარენი, მიავს, მოავს, წერილები, სიხარულის ბარათები, ბარათები შეპირების, იმედების, გამართლების, ჭალა, ჭალა, შარა, 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 ჭალა, ჭალა, ჩქარა, 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 გრაგანებენ ვაგონები, გრაგანებენ გაკვირვებით, სადგარბიან ჩაკონებით, ბოგირები, ბაგირები, შემოსილა ხეჭრეჭრული, შემოსულა ხეჭეჭური, ეს ურმებია, დაჭურები, მეჭეჭური, დამისდევენ ზრები ზრებს, შუკა, შუკას, გზები, გზებს, კიდეები, კორდები, ხიდები და ბოლდები, ბევრჯერ გამახსენდებით, ბევრჯერ მოვაგონდებით. მიქრის მატარებელი, ჩქარი მატარებელი, ჩქარი მატარებელი, ჩქარი მატარებელი. დაიგვიანეს ტიციანი მუხრანი შოთანიშნიანიძე ილია გაუშვი ჰამლეტ გონაშვილი თუ ჩემი ძმა ხარ ერთიც მიმღერე და დავუჩოქებ მიწას მუხლებით მაშ გამარჯვება ტკბილო სიცოცხლე დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი ვინ მისცა ფერი მუხრანის ღვინოს ვინ მისცა ფერი არაგვისველებს სანამდე უნდა რომ ზედედილოს გავარვარებულ ოქროს თაველებს სხვა რომ მოკდება მისთვის რა არის წავა გაქრება როგორც სიზმარი მე კი რა უყო ამ გოლიათ მთებს რომ კოლდრის კაცაც დევათაგლებს ნეტა სადაღს ამ ზვარებს ბოლო ვინ დარგო ერთად ამდენი ვაზი ჟობს აღარ კონდეს სულად სამშობლო ანდა არ იყოს ასე ლამაზ სხვა საქართველო მაინც სად არის რომელი კუთხე რომელ ქვეყანსა ვის თუთქავს ასე ცეცხლის ღადარი ქვეყნად სამოთხე სხვას ვის ეღირსა დავბადებულ ვარ რომ ვიყო მოლა და საქართველოს მედგა სულელი მაშ გამარჯვება ტკბილ სიცოცხლე დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი და რანაირად ვრდღვინავს სარაგვი ხო ხმელეთს როგორ ეხეთკება ზღვარა სხვისი მისაბაძი რამჭირს თუ არა კი სხვა როცა მე შემომნატრის მე მივბაძო სხვას მე პატრონმა ამისთანაც ღვის მე პატრონმა ამისთანაც ის თუ ღმერთი გწამს თუ კაცი ხარ სხვას მივბაძო ვის რა გინდა რომ ახარ იყოს ენა იტყვის რას სიტყვა გინდა მარტო წვიმას აქვს სახელი ცხრა მე შენ გეტყვი არ გეყოფა სიტყვის მარაგი არა სხვისი მისაბაძი რამჭირს თუ არა კი ვთქვათ და თუნდაც ოცნებაში უფალი შეგვწეოდა ღვთისმშობელი მარიამი
საქართველოს წვეოდა ორ გალობას შევკადრებდი პირველს ბავშვებს მომღერებდი თანაც 25 დეკემბერსა და ნან დიდავო ნანას ჯერა გულის მხურვალებით სულის ზეანკარეთი ჩემს პატარა საქართველოს უფრო შევაყვარებდი ჩემო კარგო ქვეყანა რაზეთ მოგიწყენია აწმყო თუ არ აღწყალობს მომავალი ჩვენია თუმცა ძველნი დაგშორდნენ ახალნი ხომ შენია მათ ახალთ აღგიდგინონ შენ დიდების დღენია ჩემო თვალი სინათლე რაზეთ მოგიწყენია წვრილშულნი წამოგერსდნენ ნაზარდნი გულმტკიცები მათი ზრუნვის საგანი შენ ხაჰა და შენ იქნები არ გიმტყუნებენ შენა თუ კი მათ მიენდვები მათი ზღვაწლით შეგექმნეს სახე ბედით მთენია ჩემო თვალი სინათლე რაზეთ მოგიწყენია მათი გული შენი სატრფობის ფართო მუდია მათი გულთაფიცარე შენი მტკიცე ზღუდია ვერ წაბილწავს მათ გრძნობას სიმუხტლე სიმრუდია მათთვის მკერდით შეხმუსრონ მტერთა სიმაგრენია ჩემო კარგო ქვეყანა მაშ რად მოგიწყენი კარგი რამთა ჩემ ქვეყანა ლამაზად მორთულ დამოკაზრული მაგრამ რამდენად მშვენიერი ხარ იმდენად უფრო მიკვდება გული დაბნელდა სული გარშემოც ვნელა სიცივე მკვიდრობს ეხლა ჩემ გულში აღარ მაქვს საზრდო სულისათვის მე არც სიძულში არც სიყვარულში ჰეი ჩემო ბედო ჩემ სიცოცხლეში სულ შენს ნებაზედ მითამაშნია მოგიკლავს ბევრი კარგი ნუგეში ტყვილ ოცნებებზე დგინავარდნია ჩვენ ისთანა ბედნიერი განა არის ადმერი ყველა ჩემზე დამბობენ ის სიავეს ქართულისას ამბობს ჩვენ ცუდს არ მალავს ეკო ცხადი სიძულვილია ბრიყმნი ამბობენ კარგი გული კი მაშინვე სნობს ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია და თუნდ მოვკვდე არ მეშინიან მაგრამ კი ისე რომ ჩემი კვალი ნახონ მათ ვინცა ჩემს უკან ვლიან მაგრამ მავლო ჩემი ტანჯვა მხოლოდ ის არის მხოლოდ სავალალო და სამწუხარო რომ შენს მიწაზეთ ამდენ ხალხში კაცი არ არის რომ ფიქრი ვანდო გრძნობა ჩემი განუზიარო სამშობლო მთევო თქვენი შვილი განებებთ თავსა მაგრამ თქვენ ხსოვნას ვერ მივცე მე დავიწყებასა თქვენ ჩემთან ივლით განუყრელად ვით ჩემი გული თქვენთან ეი მთებო ბუნებითა შეუღლებული
შვიდობით ჩემნო თვალში ცრემლით განებებთ თავსა მცხოვეთიდან კვლავ მოგაწვდენ ჩემს გულს და თვალსა კვლავ გაგიღიმებთ შორ ქვეყნიდან თქვენ ჩემი სული და სიყვარულით დამიწყებსა თეთქვასა გულ წუთის სოფელი ასეა ღამე დღეს უთენებია რაც მტრობას დაუქცევია სიყვარულს უშენებია ახლა მე რომ მურვალებანიძის ლექსი წავიკითხე ვერისხიძე რომ კაცმა სიგარეტი თხოვა ეს სიგარეტზე კი არ არის ლექსი არის გულის ფსკერზე დათბა აი ეხლა ვერ თბება რა გულის ფსკერი ამ ურთიერთობით ადრე აი უბრალოდ საჭესთან როზი ხარ ადრე რო კაცი გააჩერება დაგითმობდა აუ მთელი ურთიერთობა მიდიოდა ეხლა არც კი შემოგხედავს რომ გააჩერებ და დავუთმობ მიდის ციყვივით აი ეს არის ურთიერთობა აი ურთიერთობა არის რომ პირველად მანქანა რომ გამოვიყვანე ვაზი იყო იქით აი აეროპორტის გზაზე და ნუ აი ახლა პირველი მანქანაა და 011 ერქვა მაშინ და ჩამოვედი ახლა ვაზიდან და მე უნდა გამოვუყვე ამ დიდ გზას აეროპორტის გზას ხო და ვინც მომყვებოდა შენ რომ გაიყვანეო მაინც შენი მანქანა არისო და მე დავждებიო და მე ახლა ძალიან ფრთხილად მოვდივარ როგორც პირველად დაჯდები ახლა მანქანაზე და იქ გავაჩერე ცოტა და ეთყობა რაღაც ისე გავაჩერე რომ ვიღაცა მოდიოდა მანქანით ტრასაზე უკვე ხო და მიხვდა რომ პირველი მანქანა და გამლოცა მომეფერა და წავიდა აი ეს არის ურთიერთობა ეხლა ეს სადღაც დაიკარგა იშვიათ ადამიანებს დარჩათ იშვიათი ადამიანი მოიკითხავს მეორე ადამიანს ძალიან ძნელია წინაპართაგან წავიდა ყველა აი რამხელა რაღაცას ამბობს გალაქტიო იცი რა გურამ ასათიანი ამბობს ქართველი კაცი იმიტომ სუფრას იმიტომ შლისო რომ თანამოინახეები მეგობრები გაახაროსო და ისინი რომ გახარებულები არიან თვითონ კიდევ უფრო გახარებულია ამითიო გაიგე აი ქართველის ხასიათი ეს იყო ყოველ შემთხვევაში და იქნება და არის კიდევაც უნდა გაგიხარდეს არ უნდა გასკდეს შურზე რომ ვიღაცამ რაღაცა კარგად გააკეთა იმან ააშენაო მე უნდა დავანგრიო იმის აშენ რატო ბიჭო შენ იმან ააშენა შენ აქეთ ააშენეთ რად გინდა რა აი ბოღმა არ უნდა იყო რა ახლა ქართველებს რა შევქცლის რაც ავართ ეგავართ მაგრამ მაინც ხო იყო ექვთიმე თაღაიშვილია რა ხო არაფრის გამო თხა იყიდა რომ წმელი და იმას რომ არ მოვკვდარიყო ჭლიქისგან და ფილტვების სუსტისგან და ერთი ბეჭდიდან რომელიღაც ბეჭდიდან ერთი პატარა ბრილიანტი რო ამოეგდო და დაიკარგა რა დაიკარგა ახლა შემოიარა მთელი სოფლი და ის რო გაეყიდა კარგად იცხოვრებდა არ აკეთებდა ამიტომ არის წმინდანი ამიტომ არის ჩვენი სამაგალითო ეს ხალხი რომ იდეის გარეშე არ შეიძლება ცხოვრება მე რო უყურებ ტელევიზორში ბევრ ხალხს იდეით კი არ ლაპარაკობს
კუდაბზიკურად ლაპარაკობ, მეტიჩრულად ლაპარაკობ. და უცბად რომ დავინახავ, რომ ბიჭებმა გულით ილაპარაკეს, ფეხბურთელებმა თქვენ შემოგევლეთ მეულები. არ მეტიჩროვდნენ, არა, თავს მოვიკლავთ და რა გააკეთეს, არა? ტაში ვარ. რამდენ ხალხს სიხარული მოგვალიჭა. ერთი კითხვა მეცნიერდება, პირველ რიგში დიდი მადლობა დღევანდელი საღამოსთვის. კაია? სამოვეთავთ, იმსახურებთ პატივისცემას და მე პირადად ძალიან მაინტერესებს თქვენი ოცნების საქართველო როგორია ეს. აი ჩემი ოცნების, ახლა აი გულწრფელად ვაო. აი ახალგაზრდები ახლა რომ მოდიხართ და ლაპარაკობთ, თქვენ გენაცვალეთ და ის შეგასრულებინოთ ღმერთმა. აი ეს იქნება ჩემი ოცნება. მე რაც შემეძლო ყველაფერი დავდე, არ დამიხევი ახლა ძლივს ვიყავი ბიჭები მასულიერებდნენ, მაგრამ რომ გამოვალ მე უნდა რაღაცა მივცე რა. აი ეს ახალგაზრდები თქვენ გენაცვალეთ, რომ გამოდიხართ და ლაპარაკობთ პოზიორობით, თანამდებობისთვის, მინისტრობისთვის კი არ ლაპარაკობ, საქართველოსთვის ლაპარაკობ. და საქართველო თუ უყვართ ახალგაზრდებს, ამაზე მეტი რაზე ვიოცლებო. მე ყველაფერი გაკეთებული მაქვს, რისი გაკეთებაც შემეძლო. არა ვარ უკმაყოფილი ღმერთის. ყველაფერი მომცა. ეხლა შევლატრი რომ ეს ახალგაზრდები მოვიდნენ განათლებულები, ჩაფიქრებულები, არაკუდაბზიკები და თავისი ქვეყნისთვის შეწირული ხალხი. აი ეს იქნება ჩემი საუკეთესო ოცნება. ორი მომენტია, მამა, ორი მომენტია. შეიძლება ყოფა ცხოვრებაში ვერ იყვნენ ბედნიერები, მაგრამ ისინი რომ მედიტაციაში ვიდიოდნენ და სულიერ სამყაროში რომ გაიჭედებოდნენ, იმასთან ვერ მივალთ ვერავინ. ის რო იცოდეს ხალხმა ისინი სად მიდიოდნენ, ისედაც მოკლავდნენ, უფრო ადრე მოკლავდნენ. იქ ერთეულები შედიან იმ სულიერ სამყაროში. არის სამი მდგომარეობა. ცნობიერი, გამარჯობა, გაგიმარჯოს, როგორ ახარ, კარგად. ქვეცნობიერი, გამარჯობა, ეს კაცი რაღაცა მაშინ რომ მახსოვს, რაღაცა თქვა ჩემზე. ეს ქვეცნობიერი, ესე იგი მეორე პლანი. არის ზეცნობიერი. სადაც იყვნენ ფიროსმანიც. ზეცნობიერი არის მისტიკა. მისტიკა მეგონა ადრე მისტიკა რაღაც. მისტიკა არის ინდივიდი, რომელიც ზეციურ ჭეშმარიტებისაკენ. და აქ მიდიოდა ის ხალხი, იქ მიდის მარტო ერთეულები. გალაქტიონს მეგობარი არ ყავდაო, ვინ უნდა ყოლოდა გალაქტიონს, მეგობარი გოეთე ყავდა, მეგობარი ბეთჰოვენი ყავდა, ვაგნერი ყავდა, ტიციანი ყავდა, ის ხატვარზე ვამბობ, მიქელანჯელოსთან იყო, იმასთან მეგობრობდა და აქ არა, ამათთან არ შეეძლო ლაპარაკი. იმასთან ლაპარაკობდა კაცი. მაგრამ ყოფა ცხოვრების ვარიანტიდან ხო კაცი არ აღმოჩნდა გალაქტიონის ირგვლივ, არც შინაურში, არც გარეულში, რომ ჩაეხუტებინა და თავზე ხელი გადაესვა. ბავშვი იყო, გიждდებოდა ვინმე რო შეაქებდა. თან იცოდა რომ გენიოსი იყო, რავალია სატანია. ხოძნელია, მაგრამ ბედნიერი იყო. ბეთჰოვენი არ იყო ბედნიერი. რას ლაპარაკობ? ტანჯვიდან სიხარულისაკენ. თუ არ იტანჯე, თუ არ ფიქრობ ამას, რომ ეს ასე და ისეა, ვერ გახვარ იმ მედიტაციაში და თუ ვერ გახვედი, აქ ცნობიერი არაფერი არ არის. ეს ყველა შეგვიძლია ჭამა, სმა, გამარჯობა როგორ რა არის ბიჭო ერთი გადმორეკე, ან მესიჯი გამოაგზავნე. ეს არის ხო. ისინი სადღაც მიდიოდნენ. ბედნიერები იყვნენ.
ეხლა წავედით გალაქტიონთან, უბედლიერეს კაცთან. ხო არ მოგაბეზრეთ თავი? არა, იცი რა, მე როგორც უდგები პოეზიას, რომ მეტყვია ხოლმე, რომ პოეზია არის ჩემთვის თეატრის, კინოც, მუსიკაც, მხატვრობაც ყველაფერი არის ამ პოეზიაში. ასე წამიყვანა ღმერთმა, რომ იქ ვაყარახჭირებს ყველაფერს. ეს სახიობობა არ არის ახლა რასაც მე ვაკეთებ. ეს ტექსტის კითხვაა? არა მგონია, რა ვიცი. არ ვიქებ თავს, მაგრამ მე მგონია, რომ გადავდივარ სხვა მდგომარეობაში. ეხლა არის სამნაირი ლექსი. არ ვიცი, ალბათ მოგისმენიათ ჩემგან. თუ ვინმე დაინტერესდებით, წაიკითხეთ მიხეილ კვესელავა წერალი, ასერგასის დღე აქვს დაწერილი და დიდი კაცი. პოეტური ინტეგრალები. წაიკითხეთ, გალაქტიონზე აქვს და პოეტური ინტეგრალები. ეხლა რას ამბობს? არის სამნაირი ლექსი სამნაირი. პირველი სიუჟეტური დალიონზე თეთრ დუქანთან სტირის არღანი მტკვარი ახლოა უნდა მტკვარში თავი დაიქვჩო. ხო, მიდის სიუჟეტი, ამბავი. არა? თუ ჩემი ძმა ხარ ერთის მივღერე, მე კი არ ვამბობ ცუდია თუ კარგია. მე რასაც ვკითხულობ, ყველა კარგია. იმიტომ რომ ჩემია და სიამოვნო. მეორე არის ასოციაციური. სადაც უკვე შემოდის. ეხლა როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუა ღამე იწვის დნება. სანთელი არ ახსენებს პოეტი და სანთელს ხედავ. შუა ღამე იწვის დნება. დნება რა? სანთელი. შენ თუ გაქვს წარმოსახვა, იმ წუთში უნდა გაშიფრო, რომ იქ ღამე ზის და უსანთლოდ ხო ვერ იქნებოდა. აი იქ მიდის ტერენტი გრანელი. მეორე სახის პოეზიაში. და მესამე სახის პოეზია არის ინტეგრალური პოეზია, სადაც სიტყვათა თანმიმდევრობა ერთმანეთს საერთოდ არ უკავშირდება. და შენ იგრებ ზუსტ აზრს. ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი. არ არის სწორი გრამატიკულად. მაგრამ ვერ იგებ შენ რომ არასწორია. შევიჭო მარტი, ტოტები, რამე, როიცის გიჟი მარტი, მარტი. ტოტებს ქარისას, ქართულია? არ არის? ტოტებს ქარისას არის ეგეთი გრამატიკულად სწორი? არ არის? მაგრამ შენ სწორი იგებ. აი ეს არის ინტეგრალური პოეზია. შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეები. მოდი და გაიგე, თუ არა გაქვს წარმოსახვა. ვერ გაიგებ, თუ წარმოსახვა არ აქვს. შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეები. ვახ რა. აბა ღამე გადი უფოთლო ტყეში. ღამე ფოთლები არა, ჩონჩხები ვიდგანან ხეები. შეშლილი სახეებია. მუნკი, სალვატორ დალი, ყველაფერი ერთად არის. გესვით რას ვამბობ თუ მოდიალობ რაღაც. არა, მინდა რომ გაგაგებინოთ. რა არის განსხვავება და აი ეს მარტო გალაქტიონ შეუძლია, აი ესეთი რაღაც. არც ერთ პოეტს სხვას არ შეუძლია. ინტეგრალური, როდესაც აი ახლა მე წაგიკითხავთ ლექსებს. სადაც სამივე სახეობაა მისი. აი ეს მე რაც ჩამოგითვალეთ, სამივე ტიპის ლექსი აქვს დაწერილი. მაგრამ თვითონ ამბობს, ლექს უნდა კონდეს გრძნობის მახვილი,
გრძნობა თუ არ მოდის და ემოცია, იქ ხელოვნება არ არსებობს. ეს არის მეცნიერება და ასე შემდეგ. თუ არა ღამე გაათია, კრთება შუქთა დინება, ღამის 3 საათია, შენ კი არ გეძინება, გავაცურეთ სადღაც ნავი, სავსე ლურჯ ექსცესებით, შეგაყვარე კიდეც თავი, ამ უბრალო ლექსებით, ეფინება გზებს სიმებად, ლალთა ცეცხლის საყურე, შენი კარგი გაღიმება, მაინც დავემსახურე. გადმოფრენას ეს ყორანი მადათოზე აპირებს. განათებს რესტორანი ტივებიან ნაპირებს. ასე მიდის ეს ზამთარი, სიზმარივით მდევარი, ასე რეკავს საზანდარი, უქმი შემაქცევარი, რომ ისმოდეს საათნავას დაჟანგული ჰანგები, მიეთოვოს, მოეთოვოს კედლებს ფარშევანგები, სული ტირის და როს ნანას კოჭლო საჰაკ პირდები, დაანებებ ფიროსმანას სევდიანი ტვირთები, რომ წავიდეს ეს ზამთარი, სიზმარივით მდევარი, რომ რეკავდეს საზანდარი, უქმი შემაქცევარი, უცნებაო, ჩემო ძველო, ვართ ღამეთა მთეველი, კიდევ ბევრი სადღე გრძელო, დაგვრჩა დაულეველი. თქვენ გენატრებად ლოჟა პარტერი, თქვენ გინდათ გახდეთ მილიარდერი, მე კი ვარჩევდი გზას უნაპიროს, ცოტა სიყვარულს და ღერ პაპიროს. გზად გურულ ქალს ვეუბნები, რომ გზაც ვარდით ნაფერია, ის ყურს მიგდებს, მერე მკაცრად ამბობს, მაი აფერია. წინანდალელი ნათელა, ულამაზესი ქალია, ჩემო ციცინათელა, ჩემო ციხე და გალია, მთელი საღამო შევჯერდი რა არის ქალის სინაზე, მაგრამ უეცრად შევჩერდი მშვენიერ თინაზე, ბრწყინავდა საარაკოცა, მთვარე დაბრუნდა ბინაზე, როს შუქმა ღრუბელს აკოცა ყველა ქალების ჯინაზე. ელვარე და ლომფერი იყო 9 ოქტომბერი, მაგრამ თვალმა დათვალა მზე ბევრი და 9 თვალა მზით გადანაცხარო, 9 მუხა და 9 წყარო, რუსთაველი ხანია, ისიც 9 ანბანია, ვნება იყო ღვარული, ჩემი 9 სიყვარული ოდეს გნახე ლომფერი, იყო 9 ოქტომბერი. მე ხომ სხვა ვარ დღეცის მარე, მახვილს ფერავდი, შენ კი გქონდა დღეთ სიზმარი, ფერადი. მიყვარს ამ ხმის გაგონება, რადგან ვერათი, ვერ წავშალე მოგონება, ფერადი. შემიყვარდა ეგ ხმა ტკბილი, ბედის წერამდი, სადარ დამდევს მისი ჩრდილი, ფერადი. იყოს ისე, როგორც დარჩა ამიერა მოდი, ჩემთვის ძონძი, შენთვის
ფარჩა ფერადი ამნაირი დარებით კიდით კიდე დარებით ფერის ფერთან დარებით დღემ კოშკების ამალა ხან ეთერში ამალა და კარვით ამალა ცვივა ლურჯი ფარული მოგონება ფარული ფართან ლანდი ფარული ყველა ფერი სადაა მაგრამ მითხარ სადაა ის რაც ალერ სადაა ველიწამით ნაწამებს პოეზიით ნაწამებს რასაც იტყვის ნაწამებს დაუწყოთ დასობას თვალთა ქროლვით დასობას ხანჯლის გულში დასობას მარმარილომ და თასმა შადრევანმა ათასმა ლაჟვარდები ათასმა ჩოლჩხილო შენობა მშვენიერო შენობა მომკლავს მე შენობა გარეთ წვიმს და თოვს სახლში მოსულას მთხოვს წვიმის წვეთები და ქარიშხალი გარეთ თოვს და წვიმს დავიწყებულ სიმს გულში ატოკებს ქვითინი მწყრალი ვიგონებ ჟანს როს სიყმა წვილის დროს ხორც შეუსხმელი მიყვარდა ქალი გარეთ წვიმს და თოვს სახლში მოსვლას მთხოვს წვიმის წვეთები და ქარიშხალი სადაც უნდა მივდიოდე უცხო ქვეყნად მარები უკანასკნელ შვიდიოდე წლის თან მომდევს ქარები სადაც უნდა შევიარო ღვინოს დამაძალებენ წუხარება ვერ დავფარო ღვინოს დაბრალებენ ზვირფასო ჯვარზე მაგეს გაქრა გიჟი ოცნება კოცნი მე შენს ბაგეს მაგრამ რამე კოცნება ეხლა როცა ამ სტრიქონს წერ შუა ღამე იწვის დნება სიო სარკმლით მონაქროლი ველთა ზღაპარს მეუბნება გამოჭრილი აქვს ყელები მინდურებს როგორც დაღუპულ ადამიანებს წუხარება როგორც გბელი ხშირად გულში გამიარ ყოველივე ქარია და ჩვენება სიცოცხლეც უეცარი ქარია ფიქრები ქარის ქვითინში კვდება ფიქრები კვდება ნისლში და კარში ქარი ქრის ფოტლები მიქრია კარდა კარხეთარიქს ხეთა ჯარს რკალად ხრის სადა ხარ როგორ წვიმს როგორ თოვს ვერ პოვებ ვერასდროს შენი მე სახება დამდევს თალ ყოველდროს ყოველთვის ყოველგან შორიცა ნისლიან ფიქრებს სცრის ქარი ქრის
ვიქრი ჩუმად ვიღაც ღერის მთაზე რა ძალა ამ ტკბილ ხმაში არ სად ისე არ მღერიან როგორც აქ ამ ქვეყანაში დავით ქრისტემ გალილეა აირჩია მე თბილისი ავირჩიე ბებერი ამ ჩემს თმებში ვერცხლის ჩრდილე სიბერის დრო აქსოვს ჰარვემ დური სიყმაწვილე ის ხომ კარგი მახსოვს სინამდვილეს არ ვემდური არ ყოფილა თითქმის არ ყოფილზე საყმედური არასოდეს ითქმის და არც შიში გაორების არ მიგრძვნია მწარე მე ხომ მთელი გზა ცხოვრების ასე გავატარე არ დავამთავრე რა ხიბლი აქვს გალაქტიონს აი სადაც არ უნდა წავიკითხო როგორც ეხლა სიჩუმე იყო სამარისეული ყველგან ესე ხდება ესე იგი რაღაცას ვიკეთებს ეს დიდებული კაცი რომ ჩვენ გადავდივართ ბედნიერებაში ეხლა მიხვდით არა მის რამოდენიმე ლექსებს ვაერთებ ხოლმე და რაღაცა ზოგი ცნობილი ზოგი უცნობი და ეხლა კიდე წავიკითხავ და კიდე იქნება ისა კომპოზიცია გალაქტიონის მეორე საკითხი და მე ერთი მექნება და დაგასვენებ თქვენს და მეც ისეთნაირად გაქრა ეს შემოდგომა ქარვის რომ ერთი გაღიმებაც არ მოუწია არ ვის მაგრამ 100 წლის შემდეგ შენ გამამართლებ არა მადლობელი ვარ მაინც ჩემთვის ეს გრძნობაც კამარა აბარას გავდით გუშინ ან მე ანუ შენ ან ის რისთვის წყუროდა ყველას გულში ჩაგება დანის ნამეტანია საით იქ შენ არავინ გელის ნუ გეჩქარება ნახვა იმ უბედური ველის დღე გაფითრდა იაგუნდის დგას ღრუბლების ჯგუფები რაგენ დიდი გული გქონდეს მაინც დაიღუპები საშინელი მოსკდა წვიმა როს მცხეთაში წავედი სად აზიდა სერაფიმა მწირის ვარსკვლავები არ გადიღო წვიმა მგზამდე ტალახებს ვერ დავზელდი და თავიდან ფეხებამდე მასხა ძლიერ დავსველდი მე გავცივდი ავადავარ ძლიერ ავადა ის მწარე დღე გსურს თუ არა მოვა თავის თავადა დღე გაფითრდა იაგუნდის დგას ღრუბლების ჯგუფები რაგინ დიდი გული ჰქონდეს მაინც
დაიღუპები წინა პართაგან წავიდა ყველა სხვა ხალხის ისმისა ჟრეამული მომწყურდი ეხლა ისე მომწყურდივით ბინაოს ყოფნა ბინაში ღმერთო როგორ მოხდა წვიმა მოსისხარი თითქოს შეუწყვეტი კუპრის ნაკადი აღარ გათენდება ღამეს საზიძღარი რომელი საათია ჯვარს ეცვი თუ გინდა საშველი არ არის არ ვიცი ეს გზა საითკენ მიდის და მაინც უნდა ამ გზებს გავუდგე ტოტებს ქარისას გადახვა მარტი ბაღში შეშლილივით ყდება თებერვალი გახსოვს ტოტი ქარისა აკანებდა მთვარესა მიქრის დალალ გადაყრილი დოვენდოვლი ფრთები გინდა კიდევ ფრთები გვინდა ლექსთა შეჯიბრებაზე მხოლოდ ინტეგრალები ცხენთა შეჯიბრებაზე ისევ ლურჯა ცხენები როგორც ნისლის ნამქერი ჩამავალ მზით ნაფერი ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში არ ჩანდა შენაპირი ვერ ვნახე ვერაფერი სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარია ზილავთ ბნელ ხმეულებში გამოუცნობ ქიმერებს როგორც ზღვის ხეტიალი როგორც ბედის ტრიალი ჩქარი გრგვინვა გრიალი თქრიან ლურჯა ცხენები წილ მეტლე ეგ ცხენები გააქანი მსურს რომ ერთხელ კიდევ ვნახო გაზაფხულის მთები მწვანე წამიყვანე ქარი და წვიმის წვეთები ხშირი წყდებოდნენ როგორც წყდებოდა გული და მე ავტირდი ვით მე ფელირი ლირი ყველასგან მიტოვებული სად არის რა გალაქტიონი? ეხლა მე ზოგიერთი ლექსები და ფრაზები ვიტო ჩავთე რომ ხანდისხან არის რომ თელ ლექსს რო კითხულობ ის ძირითადი მისი გენიოსობა, ნოვატორობა რა ვიცი წარმოსახვა რომ არ დაიკარგოს და ამიტომ ფრაზებს ისგან რამოდენიმე ლექსიდან ვაკეთებ. აბა წარმოიდგინეთ დაღალვით ხეზე მიწოლილა მოხუცი რა სიტყვა სიტყვის შემდეგ დაღალვით ხეზე მიწოლილა მოხუცი გლეხი დაღალვით ხეზე მიწოლილა მოხუცი დედა დაღალვით ხეზე მიწოლილა მოხუცი გალაქტიონი ამბობს რაში აი ეს არის გალაქტიონი
გლეხი და ბეხი და პუჩი და პასაცა ეს სხვა პოეტებისა. წარმოგიდგენიათ, რამდენს გელაპარაკება ეს ორი ფრაზა, ორი სტრიქოლი. დაღალვით. ერთი შეგძლება, ხეზე მიწოლილა, მეორე ნახატს ხედავ, მოხუცი, მესამეს და რაში. ესე იგი, რაში იყო ის ახალგაზრდობაში? ჩვენს ახალგაზრდობაში რაშები ვიყავით, გვეგონა. მერე ბერდები და ხეზე მიწვევი, რომ ცოტა დაისვენო. სადაც სკამს დავინახავ, სულ დაждობა მინდა ხო. არა, მე რას ვამბობ? გალაქტიონი როსაც ამბობს, კი არ კოკეტკობს, კი არ გელამაზება, არამედ ამოხსნას აკეთებს ცხოვრებისეული მოვლენების. და ყველა სფეროში ძლიერია. ფილოსოფიაში, მუსიკაში, მხატვრობაში დაანებებ ფიროსმანას სევდიანი ტვირთები. ახსნილია თუ ვინმეს ფიროსმანი უნდა, ეს არის სევდიანი. და რატომ მოგწონს რომ მეტყვია ხოლმე? იმიტომ რომ ჩემი ბავშვობა მახსენდება და მისი სევდა. ფიროსმანს რო უყურებ ნახატებს. ბავშვის სევდა ხო რა საოცრება? აი ეს არის ფიროსმანი. ნაძვებს სუნი ედება როგორც ნაზი და რა გინდა თქვა შემდეგი სიტყვა. ნაძვებს სუნი ედება როგორც ნაზი და დეგენერატი რო ხარ, იტყვის სურნელი. ხო, მაგრამ გალაქტიონი ახლა რას ამბობს? გალაქტიონი როგორ აკეთებს ამ ამბავს? ნაძვებს სუნი ედება როგორც ნაზი ტკივილი. მიდი ახლა შენ და თუ გაქვს წარმოსახვა გაშიფრე. მე ჩემებურად გავშიფრე. გამახსენდა სურათი წყნეთში ფიჭვების ნაძვების გარემოში იღებდნენ ხოლმე სურათებს. ასე მე და ჩემი ძმა, ბავშვები, იქ დედა, იქ მამა, იქ ბებია. და რომ მე რო დავბერდი და რომ მივედი ისევ იმ ადგილას და იმ სურნელმა გამახსენა ის დრო, მაშინ გალაქტიონი არის სწორი. ნაძვებს სუნი ედება როგორც ნაზი ტკივილი. არც დედა, არც მამა, არც ბებია. ტკივილია, მაგრამ ნაზის ამბობს. რა ვიცი, რაღაცა მინდა რომ რაღაცა ვთქვა და არა, მინდა რომ გაიგოთ, რომ გალაქტიონი არის სხვა პლანეტა, სხვა პოეზია, რასაც ქვია ეს არის. პოეზია ეს არის გალაქტიონი, ყველაზე დიდი პოეტია. კონსტანტინე გამსახურდიას უწერია, მე ხო არა. მეო ევროპის პოეზიას ძალიან კარგად ვიცნობო. იცოდა გერმანული, ინგლისური და რა ვიცი, ფრანგული. და ორიგინალში ქონდა წაკითხული ყველა ეს პოეტები. გალაქტიონისთანა ვირტუოზი პოეზიაში მე არ შევხვედრია. ვირტუოზი. ფინალი.
და ჭამდნენ ეს პოეტები, ჭამდნენ ხალხო, ჭამდნენ. აი ვახტანგ ჯავახაძეს, ავეცი, რეზით თვარაძეს, უამრავი სისხლი გაუშვეს რა. და უყურე პირველი ლექსი როგორ აწერს ამ გელზე. თელი ღრიანცელი ყველა პოეტების დაუსრულებელი როცა კამათია არ ღირს იმ ერთ ცრემლად თვალს რომ მოედება და ღრმა მოგონებამ მე რომ დამათია მაგრამ დაცემული არ ვის ვენახვები თუმცა მრავალია გულში დაგუგული როგორც ყვავილები როგორც ვენახები დაუსრულებელი სეტყვით დაღუპული შენ ნუ დაეცემი შენ ნუ შეშინდები გულის უდაბნოსთან ბრძოლას ეგ არიგებს ყველა მავა ჯერ არ შებინდდება ხოლოდ გამარჯვება ბეთთან შეგვარიგებს დღეს მეზიზღება მყუდრო ნაპირი სხვა არაფერი ქარი მწყურია მე პირდაპირი სხვა არაფერი რომ ღამე იყოს შავი მწყურია ერთი უბრალო ნავი მწყურიაო ნავი მწყურია ერთიც ნიშავი სხვა არაფერი მზიან ქარად იქცა ცქერა ქარის ბგერა იქცა ქნარად წყნარად მწამს დამჯერა ბედის წერა გვიხსნის მარად ჰეი და ჭრელ თვალა ჰეი ჭრელ თვალა ჰეი ჭრელ თვალა შენ გენაცვალე მუდამ ზიან ზარად ვუწკერთ ნაპირს ყოფნა არღის ისე არად სანამ ზარად ქარი დაბერს მყუდრო ნაპირს ვტოვებთ მარად ჰეი ჭრელ თვალა ჰეი ჭრელ ქუდა ჰეი ჭრელ ქუდა შენ გენაცვალე მუდამ კუბოს კარად დაღლილ მკერდით ავდრის დარი მოვა დარად ჯერ არასდროს არ ყოფილა მთვარე ასე წყნარი მდუმარებით შემოსილი შეღამების ქნარი ქრუვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებს შეაქცევს ასე შუმი ასე ნაზი ჯერცა მე არ მახსოვს მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარებით მოშას ტყვა და მეტეხი თეთრად მოელვარე არასდროს არ ყოფილა ასე ნაზი მთვარე აქ ჩემს ახლო აკაკის ლანდს ზინავს მეფურძილით აქ სევდიან სასაფლაოს ვარდით და გვირილით ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული და მეც მოვკვდე სიმღერებში ტვის სევდიან გედად ოღონდ თქვა თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან წამდები და გაშალა უცლებათა ლურჯი იალქლები თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვა ფერებს მომაკვდავი გედის სანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს თუ როგორ გძნობ რომ სულისთვის ზღვამ რომ აღზარდა სიკვდილის გზა არ არის ვარდის ვერ გზის გარდა რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსად ცითამამე რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე რომ აჩtildeო მეთქვა სახლო სიკვდილს ვეგებები რომ მეფე ვარ და პოეტი და სიმღერით ვკვდები რომ წახვევა საუკუნეს
თქვენთან ჩემი ქლარი ჯერ არას დროს არ ყოფილა თვარი ასე წყნარი მადლობთ მადლობთ ახლა ახალგაზრდებს მინდა უთხრა ჩემი მოფერება ჩემი სიყვარული ჩემი იმედი ჩემი ოცნება თქვენა ხართ კულევიძე მიხეილ ის მაინც ბრუნავს რომერთმან უქნავს გიორგი ჩემო დავცხრეთ დავწყლარდეთ და სიცოცხლის დავკარგოთ გემ გადავივიწყოთ სიყვარულის ძველი ზღაპარი და სატრფოს მხრებზე დაფენილი ლომის ფაფარი არ იყოს ჩვენი შთაგონების თავშესაფარი ის მაინც ბრუნავს ღმერთმან უხნას ჩემო ძმობილო დავცხრეთ დავწყლარდეთ აღარ ვიყოთ უკმაყოფილო საკუთარ ბედით უბედობით ნამოგვაწარით ყველაფრით ჩვენში რაც არსებობს სხვებში რაც არის ღვინოს ვსვამდეთ და არ გვათროვდეს ღვინო ალალი სათხმელზე უფრო მეტი გქონდეს დასამალავი შეძენის ჟინმა გაგვიხარწყლოს ხარჯვის ხალისი საკუთარ სახელს ვამჯობინოთ ყალბი ხარისხი ჩვენი სახლები დავამსგავსოთ სოროს ან ბულნაც და დავივიწყოთ შეძახილი ის მაინც ბრუნავს ის მაინც ბრუნავს ტიალი არ მოგვეშალოს ჩვენცაც ბრუნვა და ხეტიალი მუდმივი ქროლვა არა მალვა თავის დანდობა არა დარდისგან მოდუნება დარდი მანდობა და მუდამ სიახლისკენ წრაფვა ველური და ჭირსაშიგალ გამაგრება რუსთაველური და მტკიცე ქედი ძნელად გასაღულავი და გაჭირვების ჟამს სიცილის შნო და უნარი და თუ ოდესმე ამ სიცილის დავკარგავთ ულარს ახალგაზრდებმა დაიძახონ ჩვენს მაგივრად ის მაინც ბრუნავს აი ყველაფერი ვთქვი გალაქტიონ ტავიზეს უთხრეს ბატონო გალაქტიონო თქვენი ავტობიოგრაფიაო დაწერეთო რა თქვენო დაწერილია ძაბიგო დაწერილია 10 ტომში დაწერილია ყველაფერი მე რაც თქვი ის ჩემი სათქმელია ახალგაზრდების მოფერება საქართველოს სიყვარული რო ჩვენი მომავალი მაინც ჩვენი ახალგაზრდები არიან აი ეს არის მთავარი აბა ვისი იმედი უნდა გქონდეს ჩემისთან დამჯდარი რომ ვკითხულობ ლექსებს ადრე დგებოდი და ეხლა ახაც დამაბეს თან და ანდისხანა ხო და მთავარია შემოკარგებო რომ თქვენ იყოთ განათლებული და ხართ განათლებულები თქვენ რომ ვიყოთ გულწრფელები და ხართ გულწრფელები და თქვენ არ იყოთ გამორჩენაზე მასში ცხოვრებაში და პოლიტიკაში არამედ სიყვარულზე თქვენი სამშობლოს ილია ჭავჭავაძე თავადი იყო ბანკირი იყო მაყუთი ქონდა ყველაფერი ქონდა კარგად იყო რატომ მოიკლა თავი საქართველო უყვარდა თავარია რომ ჩვენი ქვეყანა გვიყვარდეს თავარია რომ
რაც შეგვეძლება კვდებოდი დღეს მე ვთქვი აი მიმაღწევინა აი აქამდე თავი იმიტომ რომ ხომ მელოდებთ არა მე ხომ გინდათ რომ რაღაცა ვთქვა რომელიც ეს საათნახევარი ხომ თერაპია იყო არა ხო დაგავიწყეთ ყველაფერი ხო სხვაგან წახვედით ეს არის ხელოვნება და ამის ძალა თუ არ მექლა მაშინ რაღა აზრი აქვს ჩემს ყოფას რა მაშინ სხვებივით ვიქნები და მინდა ცოტა მაღლა ავხდე ზაურ ვოლქვაძე მიყვარს გალობა შიტების სიამოვნებით ვისმენ ღმერთს რაღაცაში ჭირდებით არ გაგვაჩენდა ისე დგახარ მწვერვალზე დიდების გაოცებული ისმენ ღმერთს რაღაცაში ვჭირდებით არ გაგვაჩენდა ისე ვდგავარ მწვერვალზე დიდების და ჩემსავე ხმას ვისმენ ღმერთს რაღაცაში ვჭირდებით არ გაგვაჩენდა ისე